მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის არქიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გზნობა და მოქმედება უახლოესი ერთ თვის განმავლობაში. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან, იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მას ასე დავიწყოთ, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, რას გრძნობს, რას ფიქრობს და რას მოიმოქმედებს უახლოეს პერიოდში. წარმოთქვით მისი სახელი და დავიწყოთ. ვინ არის და რა ენერგიებშია? ვინ არის და რა ენერგიებშია? არც თუ ისე სახარბიელო ენერგიებშია ნამდვილად მეგობრებო, უახლოეს პერიოდში რაღაცა შეტყობინება უნდა მიიღოთ. დაფარული ინფორმაცია უნდა გამჟღავნდეს, რაც აქამდე თქვენთვის უცნობი იყო. დაახლოებით ინფორმაცია შემდეგნაირი იქნება, რომ აქვს რაღაცა ძალიან მძიმე დანაკარგები, არის მის ცხოვრებაში ნახეთ ღალატის ენერგია, არის ტყუილის ენერგია, არის რაღაცა ტკივილის ენერგია, ამასთან დაკავშირებით რაღაცა მინიმალური ინფორმაცია უნდა მოვიდეს უახლოეს პერიოდში, მიაქციეთ ყურადღება 10 და 27 რიცხვებს. წინააღმდეგობებშია ნამდვილად ნახეთ რამხელა წინააღმდეგობებია თითქოს ყველა მხარეს გზა დაგეტილი აქ ეს იქნება ფინანსები, პირადი ურთიერთობები, ჯანმრთელობა თუ ასე შემდეგ. განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას, რომ სადაც ქორწინებაა და თქვენ მესამე კუთხე, ან მესამე პირი ხართ, ან პირიქით თქვენი მეუღლეა და არსებობს მესამე პირი ურთიერთობაში. რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მოვიდეს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი პირადი რესურსები მოპარულია რეალურად. აქ არის ძალიან ცბიერი ქალის ენერგია, არა აქვს მნიშვნელობა თქვენ რომ პოზიციას მიეკუთვნებით და რა სტატუსი გიჭიროთ ურთიერთობაში. ფაქტი ერთია, რომ ეს ადამიანი, რომელიც იპარავს ამ მამაკაცის რეალურ ცხოვრებას და ფინანსურ რესურსებსაც მათ შორის, ჩემი უძვირფასებო, ეს არის რაღაცა დადგმული სპექტაკლი, შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ აქ არის შეგნებულად გადადგმული ნაბიჯები საამისოდ, იმისთვის რომ მამაკაცი მობრუნდეს მის მხარეს, მოხდეს მისი მორჩილება, ეს შესაძლებელია მის ჭერს უკავშირდებოდეს, თუ არ არის ქორწინებაში, მაშინ გეტყვით, რომ ეს შეიძლება იყოს მისი ძირი ოჯახი აუცილებლად, სხვათა შორის ძალიან მძიმე ენერგიებს ატარებს. აი ეს მძიმე ენერგია როგორც ჯვარი ადევს. კი ბატონო, ფესვებიდან მოდის, ხიდან მოდის, ოჯახიდან მოდის, იქ რაღაცა დეტალებს განიხილავენ სამომავლო გეგმები, შესაძლებელია სადღაცას გამგზავრებასაც გეგმავდნენ, შესაძლებელია სადღაცა იმიგრაციასაც გეგმავდნენ სხვათა შორის. აი ეს საკითხები უნდა მოგვარდეს უახლოეს პერიოდში მასთან, ეს ოჯახი განიხილება, თუ დედა, მამა, თუ ქორწინებაშია, ნუ სხვადასხვა კუთხით შეიძლება განვიხილოთ, იმიტომ რომ აუდიტორია დიდია და რამდენიმე ვარიანტს ჩამოვთვლი. მაშასე მოდი ვნახოთ ეხა თქვენზე კონკრეტულად რას ფიქრობს. დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენზე კონკრეტულად რას ფიქრობს? რა უკენით, ნახეთ როგორ ღრიალებს გაცოფებული, გამწარებული, ძალიან გაბრაზებულია თქვენზე. რას ფიქრობს? გრძნობა აქ ემოცია აქვს, მაგრამ ეს სიყვარულის ემოციები ნახეთ დაიგულები ამოვიღე, უკვე როგორ აქვს ისე გადაზრდილი ძალიან დიდ აგრესიაში, ბრაზში, ეჭვიანობს. რაღაცა ძალიან ისეთი არასტაბილური ხასიათებს მონახებს ენერგიის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ მიაჩნი ხართ მისი წყვილი, მისი მეორე ნახევარი, ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ჰქონდეს მომავალი ურთიერთობა, სამწუხაროდ დღესდღეობით ნგრევის ენერგიებშია. Так, ამას ფიქრობს, ეს მისი ფიქრია. გრძნობებში რა გაქვს? გრძნობები ძალიან დიდ წინააღმდეგობებში მოდის. გარდა იმისა, რომ მას ნამდვილად უნდა თქვენთან ურთიერთობა თუ თქვენ ხართ მასთან ქორწინებაში და თქვენი ბუდია, მაშინ გეტყვით იმას, რომ მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა აქ ძალიან დიდი წინააღმდეგობებია, ძალიან დიდი წინააღმდეგობები, რომლის გადალახვაც უკვე ფაქტიურად ძალიან უჭირს, როგორც თქვენ, ასევე მას. თუ არა ხართ თქვენ მისი ქორწინება, მაშინ გეტყვით, რომ ის წინააღმდეგობები, რომელიც აქ გრძნობებთან დაკავშირებითაც სხვათა შორის, მეგობრებო, უზარმაზარი წინააღმდეგობები, მაშინ ეს არის გამოწვეული მისი ქორწინებიდან თუ ის ქორწინებაში. თუ არც ერთი არ არის, არც თქვენ ხართ ქორწინებაში და არც ის არ არის, მაშინ ნახეთ, მას არ უნდა პასუხისმგებლობის აღება, არ უნდა ურთიერთობის რაღაცა სერიოზული კუთხით შემოტრიალება, არ უნდა ქორწინება, არ არის მზად აიღოს პასუხისმგებლობები, რასაც ოჯახი ქვია და რასაც დამკვიდრება ქვია. გრძნობა, მაინც გრძნობები მაინტერესებს. გრძნობა არის, უდაოდ არის აქ ემოციები, შეიძლება არ განვიხილო ახლა რაღაცა უსასრულო დიდი სიყვარული, თუმცა ძალიან ღრმა სიმპათიები, ძალიან ღრმა პატივისცემა, ნუ ეს ემოცია უდაოდ არის ამ ურთიერთობაში. კარგი, მაინტერესებს საერთოდ თუ გეგმავ რაიმეს, რეალურად გეგმა თუ გაქვს ამ ურთიერთობაში, ვინც მეყურებს მასთან გეგმა არა აქვს. ნახეთ, იმდენად დიდი ქაოსია, დაბურული ტყე, იმდენად დაბურულია თქვენი მდგომარეობა დღესდღეობით და თქვენი სიტუაცია, რომ ნახე, სამომავლო გეგმა არა აქვს, როგორ და რანაირად უნდა განავითაროს.
რაღაცა პრობლემატურ სცენარს გადის მეგობრებო. თუ კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ მას შვილები ყავს, აქ პრობლემებია შვილებთან დაკავშირებით, ოჯახთან დაკავშირებით, აქ რაღაცა ლოცვები, რიტუალები, ღმერთო ჩემო, რაუბედურება დაბურულია აი ამ ლოცვებით და რიტუალებით თქვენი მზე, რომელიც ანათებდა ურთიერთობაში. ნუ რაღაცა ძალიან არა სტაბილურ ენერგიებში ხედავ ამას და სხვათა შორის კაცის ნამუშევარი, აქ ჯადოზე მაქვს საუბარი, აქ მიჯაჭულობებზე მაქვს საუბარი, აქ სამწუხაროდ ძალიან დაბალ ვიბრაციებზე. ეს ხელოვნურად მოხდა თქვენი ურთიერთობის გაწმენდა, გასუფთავება, განადგურება, ესე ვიტყოდი. აუცილებლად და სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით რაღაცა შეტყობინება უნდა მიიღოთ უახლოეს პერიოდში. დაუკვირდით აუცილებლად 29 რიცხვსაც ქალისგან შესაძლებელია რაღაცა უმნიშვნელო, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს თქვენთვის, იმიტომ რომ ის დახურული ინფორმაცია, რომელიც არ გაქვთ ეხლა და დამალულია თქვენამდე, უნდა მოვიდეს უდაოდ. კარგი, ანუ ქმედებები რა იქნება, მაინტერესებს, მაინც მიუხედავად ყველაფრისა, თუ იქნება უახლოეს პერიოდში რაიმე ქმედებები და ნაბიჯები მისი მხრიდან. სანამ ეს მძიმე ენერგიები არსებობს ამ მამაკაცზე, სამწუხაროდ ყველა კარი დაკეტილია, ჩემო ძვირფასებო, სამწუხაროდ ყველა კარი ჩაკეტილია, მიუხედავად იმისა, რომ ატარებს გულში თქვენს სიყვარულს, ემოციას ატარებს, აქ ქალი ფიგურირებს ურთიერთობაში, შეიძლება იყოს დედაც, მეუღლეც, აი ნებისმიერი ადამიანი, ანუ მესამე პირი, რომელიც კეტავს იმ რაღაცა სამომავლო გეგმებსაც და იმ კარებსაც, რომელიც უნდა გაიღოს იდეაში თქვენ ურთიერთობაში, თუმცა ნახეთ, მცდელობაც არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ მასზე არის საკმაოდ ძლიერად ნამუშევარი, ბევრ თქვენთაგანზე ყველასთან არ არასაკვირველია. ვისთანაც გამოჩნდება, ვისთანაც არის შანსი, რომ გამოჩნდება უახლოეს პერიოდში. ყველა ვარიანტში ვისთანაც ჯადო არ არის, ყველასთან ჯადო ვერ იქნება, თუმცა აქ არის ბევრ თქვენთაგანზე ნამუშევარი. გამოჩნდება, აუცილებლად გამოჩნდება, შეიძლება იმ ქაოსის და იმ არეულის სიტუაციების დალაგებას. მაგრამ ამ შტორმის გაჩერება ცოტა დიდ დროს წაიღებს. ანუ ნახეთ, საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა თავიდან დაიბადოს, ისევ მოხდეს აღდგენა, ანუ ძალიან გაუჭირდება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, ანუ ამ შტორმში საკმაოდ დიდი ხანი მოგეწევს ისევ ტრიალი. თუმცა სამომავლო გეგმები მაინც არის თქვენი შეხვედრის, მოლაპარაკების და თავიდან დაწყების ამ ურთიერთობის. ნახეთ, ქალი მამაკაცი და ჩიტების ჟღურტული აქ რაღაცა მოლაპარაკების გამზე უნდა დაჭდეთ ყველა, არა, რასაკვირველია, იმიტომ რომ ბევრი თქვენთაგანის ურთიერთობაში არის ზეგავლენები, რომელიც ხელს უშლის ამ ადამიანის ნაბიჯების გადმოგვმაში, გადაწყვეტილებების მიღებაში, სწორი ანალიზის გაკეთებაში, ნუ მოკლედ ამისთვის ჭირდება ამ ადამიანს ამ ენერგიებისგან განთავისუფლება. მიყვარხართ, წარმატებებს გესურვებთ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.